მოგესალმებით. პირველ რიგში არ შემიძლია არ გავიხსენო დღეს 7 ნოემბერია და შეუძლებელია მართლაც დაგვავიწყდეს ეს თარიღი. ეს არის სისხლიანი თარიღი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს უახლეს ისტორიაში. მაშინდელმა ხელისუფლებამ უმძიმეს დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, საკუთარი მოქალაქეები და ფეხქვეშ გათელა მათი პიროვნული ღირსება და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები. ეს არის თარიღი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ყოფილ ხელისუფლებას ნაცრულ მოძრაობას არასოდეს არ აპატიებს. ასევე მინდა გავიხსენო 7 ნოემბერს დამოუკიდებელი კომპანია იმედში შეჭრა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ძალადობრივი გზით. ეს იყო მაშინდელი რეჟიმის გამოხატულება. და შემდგომ განვითარებულ მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი, თავისუფლების მოყვარული ხალხი არასოდეს არ შეეგუება ღირსების შელახვას.